მონაკვეთია, მაგრამ მოგზაურობა ამ მონაკვეთიდან არ დაწყებულა. აქამდე მოსვლისთვის რაღაც დრო დაგჭირდა და ცოტა უკან დავბრუნდეთ და ნახოთ აქამდე როგორ მოვედით. ფილმშვიდობის ულამაზესი უწერადან სწორედ აქ, რაჭის მთებში ორი აბსოლუტური ლეგენდა შეიკრიბა. Toyota Caucasia-მ ჟურნალისტები, ბლოგერები და ბრენდის ენთუზიასტები გაგვაერთიანა, რომ წარადგინოს ჩვენთვის პირველად Toyota Hilux-ის მე-9 თაობის მოდელი, ასევე ისტორიაში პირველი LC300 ჰიბრიდი. წინ არის ტესტ-დრაივი, ოფროუდი და დრაგი აეროპორტის ასაფრენ ზოლზე, ასე რომ საინტერესო დღე გველოდება. წავედით. დღევანდელი მარშრუტი უწერიდან იწყება და ყველანაირ რელიეფს მოიცავს. იდეალური ასფალტით დაწყებული მძიმე უგზოობით დასრულებული. სანამ დანიშნულების პირველ წერტილამდე მივალთ, გეტყვით, რომ Hilux-მა 10 წლიანი ეპოქის შემდეგ სრული ევოლუცია განიცადა, ხოლო Land Cruiser 300-მა საკუთარ 75 წლიან ისტორიაში ახალი ელექტროფიცირებული ფურცელი გადაშალა. პირველი გაჩერება ამბროლაურის აეროპორტია, სადაც ნამდვილი ორთაბრძოლა გაიმართება. ამბროლაურის აეროპორტში მოვედით, სადაც 400 მეტრიანი ზოლის ცენტრის დაიხურა მასაფრენი ბილიკის და ისტორიაში პირველი პერფორმანს ჰიბრიდი LC300-ის ჩვეულებრივი ბენზინის წინააღმდეგ. მოკლედ, აქ საქმე ეკონომიურობაში არ არის, ძირითადი საქმე არის სიმძლავრეში V6 twin turbo ძრავი 3.5 464 ცხენის ძალა 790 ნიუტონ-მეტრი. დროა LC300 პერფორმანს ჰიბრიდის საქმეში გამოვცადოთ. ეს მართლა შთამბეჭდავია. აქსელერაციის პედალის რეაგირება ჩვეულებრივ ვერსიასთან შედარებით 40%-ით არის გაუმჯობესებული. თან ელექტრომოტორი შიგაწვის ძრავასა და 10 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს შორის დგას. გადასვლები იმდენად უხილავია, რომ მხოლოდ სიჩქარის მატებით ხვდები მის ძალას. და ეს ყველაფერი 100 კილომეტრზე საშუალოდ სულ რაღაც 10 ლიტრი საწვავის ხარჯის ფონზე. დრაგი დასრულდა და მივდივართ სოფელი თლუღის მიმართულებით, სადაც ნამდვილი უგზოობა იწყება. ახალ Hilux-ში 2.4 ლიტრიანი ძრავი სრულად ჩაანაცვლა 2.8 ლიტრიანმა ტურბოდიზელმა, რომელიც 204 ცხენის ძალასა და 420 ნიუტონ-მეტრს იძლევა. მისი ჩარჩო უფრო მტკიცია, ხოლო კლირენსი 309 მმ-ს შეადგენს, ის უბრალოდ მიფრინავს ცუდ რელიეფს. ეს მე-9 თაობის Hilux-ია, რომელიც ვიზუალურად აბსოლუტურად შეიცვალა, შეხედეთ მის 6-კუთხა ცხაურას და ფარებს. თუმცა, თავარი და უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ ის ღირსეული მემკვიდრეა მე-8 თაობის Hilux-ისა, ბრენდი, რომელიც სტაბილურობას და ხარისხს უკვე 60 წელზე მეტია ინარჩუნებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაჭის ხასიათიდან გამომდინარე, Hilux-ი ყველგან გამოცადეთ და, რა თქმა უნდა, თავის საქმეს ღირსეულად გაართვა თავი. კიდევ უფრო გამაუგნებელი და დამაფიქრებელი და სასიამოვნო არის მისი ინტერიერი და ცვლილებები ინტერიერში, რომელიც ნამდვილად მოგეწონებოდა.
ინტერიერის შთაგონების წყარო აშკარად Land Cruiser-ი გახდა პიკაპების სეგმენტში ასეთ კომფორტს და მასალების ხარისხს იშვიათად შეხვდებით. აქ არის Apple CarPlay და Android Auto უკაბელო დამტენი და მაცივარიც კი. ცენტრალურ კონსოლზე კი განთავსებულია ყველაფერი, რაც უგზოობისთვის გჭირდება. სრული ამძრავი, დამადაბლებელი გადაცემა და უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირება. მოდით საქმეში მეტი კადრი ვნახოთ Hilux-ის. ჩვენი ექსტრემალური ტესტ-დრაივი დასრულებულია. შესანიშნავ ხალხთან ერთად, შესანიშნავ ადგილას შევიკრიბეთ, სადაც ტრადიციული რაჭული გასტრონომიული მასტერკლასი გველოდება. რა შეიძლება ითქვას შეჯამებისთვის? ის რომ ეკომეგობრულობას და ტექნოლოგიებს არ შეუძლია შეამციროს ტრადიციული, ლეგენდარული გამძლეობა, რომლითაც Toyota-ს ბრენდი გამოირჩევა. Hilux-იც, LC300, ჰიბრიდიც, რა თქმა უნდა, ღირსეული მემკვიდრეა იმ ბრენდისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ორივე ბრენდი საქართველოში ყველა დილერისთვის ხელმისაწვდომია, შესაბამისად, ახლა თქვენი დროა გამოსცადოთ როგორც Hilux-ი, ასევე LC300 ჰიბრიდი უკვე საქმეში.